ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა წინა პრემიერმა მიიღო სასწრაფოდ კანონი რომ დუბაიდან მინდა ეს მოსახლეობა მიცოდეს და ამ Facebook-ზე დიდი და პატარა წერს ახლა რომ რაღაცნაირად მე მიკავშირებენ და ამიტომ ვაკეთებ ამ გაცხადებას. ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო კანონი, რომელი კანონიც აი დედამიწის ზურზე მაგას რო არავინ არ მიიღებდა, იმიტომ რომ სამარცხვინო კანონი იყო. და რა? წარმოიდგინე, დუბაიდან საქართველოში აკრძალა ავტომობილების შეყვანა. აი მითხარით, დუბაიდან თუ გინდა ევრო 10-ის ყოფილიყო ავტომობილი, საქართველოში ავტომობილს ვერ შეიყვანდი და ნომერს არ მისცემდნენ. წარმოიდგინე, ნინი შევიყვანეთ ეს ავტომობილები, გავამბაჟეთ და ნომერი დღემდე არ მოუციათ. ეს მინდა მოსახლეობამ იცოდეს, 50 ავტომობილი დაახლოებით 2 წელია ჩვენთან საწყობში დგას და 5-6-7 მილიონით უკვე ჩემმა კომპანიამ ამაზე იზარალა. მივედით შინაგან საქმეთა სამინისტროში, ძალიან მომსახურებების აგენტოში არიან გამოცდილი ადამიანები და გვითხრეს ესეშვებოდნენ ხელს ვინ მიიღო, რა მიიღო, გაგიჟებულები იყვნენ. რაც ქვია, შეიძლება რუსეთიდან ნივა შემოიყვანო ამერიკიდან დანგრეული, დამტრეული, ჩაძრული ავტომობილი და ამ დროს დუბაიდან ახალი ცელოფნებში ავტომობილი ვერ შემოიყვანო. რა არ ვქენით, მაგრამ ვერაფერ ჩვენ ვერ მივახციეთ. ამ დროს ჩვენ წავედით, გაგვაგზავნეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, იქაც სადაც ამ პროექტს ხელი მოეწერა, ერთ-ერთი ხელის მომწერი იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო და იქაც ესეშვებოდნენ ხელს ეს ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო ეს კანონი. გადაწყვეტილება მიიღო. შემდეგ გაგვაგზავნეს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელთან. იქ დახვდა დირექტორი და დირექტორმა უკვე გასაგებად ყველაფერი ჩვენ ვებხვაძე იყო მე მგონი. დირექტორი არის ბიზნეს ასოციაციის დირექტორი ბიზნეს ასოციაციაში და დაუჯექი და ამ ვებხვაძეა მე მგონი ყველაფერი აგვიხსნა თუ რა მოხდა, რა იყო და მე გაგზელებას აზრი არ ქონდა ვინაიდან ეს ადამიანებმა ვინც მთავრობასთან იყვნენ დაკავშირებული დაალაგეს ეს თემა და მე ვერ მილაგებდნენ. დასალაგებელი რა იყო? 30 წელია შემყავს ავტომობილი და უნდა დაეფორმებინათ ჩვეულებრივად, მაგრამ ეს 2-3 კომპანიის სასარგებლოდ გადანაწილდა ეს ბიზნესი და პირდაპირ ჩვენ ამას ვიტყვით ხვალ ზეგ რო ჩავალ თბილისში, პირდაპირ გვითხრეს ბიზნეს ასოციაციაში რომ ეს დალაგდა მაგათ სასარგებლოდ თუ რამე ახალსი იტყვით გითხარიო. წარმოიდგინეთ რომ ეს ჩინეთის გზა რომ არ გახსნილიყო, ჩვენ 100%-ით ჩერდებოდით. და ამ 100% გაჩერებული ვიყავით. ახლა წარმოიდგინეთ, ზუსტად ის ადამიანები ეთყობა აი ამ თავს რო იკლავენ, რომ სხვა ავტომობილი არ შემოიყვანოს საქართველოში. მე აგიხსნით ერთ რამეს. აი უყურეთ, ავიღოთ მაგალითად Mitsubishi. თუ Mitsubishi გელა ბარკალაია დუბაიდან 30 წელია უმუშაობ. კიდე მინდა მოსახლეობამ წესერად იცოდეს, რომ დუბაიში ავტომობილი არ კეთდება, გამორიცხულია. აქ არის გაუმბაჟებელი ზონა, რომელიც არის ქარხნის პირდაპირ და არის რეალური ფასი და არის ძალიან კარგი ავტომობილი. აქ ავტომობილი არ კეთდება, არც ერთი ავტომობილი. და მოყავთ კარგი, ყოველთვის არის საწყობში და აქედან ხელშეკრულება მაგდა 30 წელია უმუშაო. აი მაგალითად ავიღოთ ახლა ჩვენ ის ავტომობილები, რომლებიც შევიყვანეთ. და ვიხსნი იმ ხალხს, ვინც Facebook-ზე დაწერეს, მოკლედ აჭრელებულია Facebook-ში შენც ხო ნახე, რომ აუ გელა ბარკალაიას უკავშირდება და ხელფეხი გაეხსნა. მე კიდე ერთჯერ გეტყვით, რა ხელფეხი გამეხსნა, როცა მე 30 წელია დუბაისთან ვმუშაობ და ერთი მანქანა ვერ შევიყვანე, ხო? 2 წლის განმავლობაში და გაჩერებული ვარ და ხმას არ ვიღებ. ორჯერ, სამჯერ განცხადება გავაკეთე, მაგრამ არავინ ამაზე ყურადღება არ მომაქცია და ხლა ისევლე ამ მანქანის გამო რეალურად ციხეში არ მინდოდა წასვლა. თუ რატო გამიშვეს ციხეში, ამას ყველაფერს მოვყვებით ხვალ ზეგ, იმიტომ რომ ციხე მოთმინება მასწავლა და ეს ყველაფერი სახელი და გვარით იქნება ნათქვამი. მოდი ახლა ვთქვათ ერთი რამ.
რომ არ იყოს გელაბარკალაია საქართველოში, ხო? და არის ერთი ცენტრი, რომელსაც შემოყავს ავტომობილი და რა იღირებოდა და შემოყავს. აი მინდა უთხრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. 1000-ობით მანქანა ყავს ისა ნაყიდი Mitsubishi L200, აი მოგზანდით. რატომ ვერ შემყავს Mitsubishi L200 საქართველოში? არსად არ არის, არ იყიდება. და ვითომ საბუთში ჩაიწერა რომ უნდა იყოს ევრო 5 მოგზანდით და მინდა საქართველოს მოსახლეობას უთხრა. აი ზუსტად ნახეთ ეს ავტომობილი, ნახეთ. ასეთი ავტომობილი საქართველოში არასდროს არ მოხვედრია. შეხედეთ აი ამ 18-იანი დისკები, ტურბო დიზელი და წარმოიდგინეთ სიდენიები, ნახეთ როგორი სიდენიები აქვს, ავტომატიკა წარმოიდგინეთ და 4x4-ზე. აი აჩვენეთ ეს ავტომობილი, ნახეთ, შეხედეთ, მოგზანდით, ნახეთ. ახლა ნახოს იმ ადამიანებმა, ვინც შეისყიდა ზოგჯერ უტენდეროდ, ზოგჯერ ტენდერით, ვინ უნდა მიიღოს ტენდერში მონაწილეობა. ვერავინ ვერ მიიღებს ტენდერში მონაწილეობას. რატომ? იმიტომ რომ ეს Mitsubishi არის მაღალჩინოსნები საქართველოში და გინდა არ გინდა უნდა იყიდო იმ ფასში, რასაც გეტყვიან, რომ სხვას ვერავის ვერ შემოყავს. აი ეს არის ზუსტად სიმართლე, რომელსაც ახლა გეუბნებით. და მანქანას ყიდულობენ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მესაზღვრე მებაშე დანგრეულ მანქანებს. აი რო ნახოთ მანქანები, აი ავტომობილს, რომელსაც ალუმინის დისკები საერთოდ სადა აქვს. აი ესეთი საბურავები არ აქვს. ფეხის ასადგამი არ აქვს. და უყურე, ევრო 2-ია ყველა ეს ავტომობილები. მოდით, აი ნახეთ ეს ავტომობილი. აი ვინც დადის, აი კაცურად მინდა გითხრათ, ტრანსპორტნიკებადან მძღოლებმა ყველაფერი იციან. ყველაზე იაფიანი მანქანები იყიდეს 20 ბირიო ბებიაშენმა და ბაბუაშენმა რო იცოდა, ხო იცი? ძალიან ძვირად, იმიტომ რომ კონკურენტი გელაბარკალაია ჩამოიშორეს და მეტი არ იყო. უყურეთ. უყურეთ. აი ეს ავტომობილი შეხედეთ. ავტომატიკა, ტურბო დიზელი და ყველაფერი აქვს ავტომობილს. აი უყურეთ. ახლა აქ შეხედეთ რა წერია. ეს ავტომობილი არის 26 წლის და ნახეთ, შეხედეთ. 2 და 4 ტურბო, 4x4-ზე და სადაწერია ევრო 6. ის ევრო 4. სადაწერია ევრო 4. აი ეს ავტომობილი არის ევრო 4. ეს ავტომობილი არის აი ევრო 4. აი უყურე, ევრო 4 არის ეს ავტომობილი. შენ წარმოიდგინე, ევრო 5 ეს ავტომობილი არ გამოდის. მაშინ ის სოფლის მეურნეობას რომ იყიდეს თეთრები, აი ამის უმისოდ, იმის უმისოდ, იმ ტურბოც არ არის და რა ფაში მიყიდეთ ერთი ნახეთ. მე რა ფაში მიყიდიდი აი ამ ავტომობილს $24,000-ში მიყიდიდი. და მაგათმა რამდენად იყიდეთ, აბა ნახეთ, გადაამოწმეთ. ამიტომ არის მე რო ყველა საქმეს ჩავამაშორეს. აი შეხედეთ. უყურეთ, ჩასაფენი. თავისი ქარხნული. ჩასაფენი. ახლა მინდა გენ ინსპექციამ, არ ვიცი მე პირდაპირ ამას მე პრემიერს ვეთქვი რომ ეს ყველაფერი ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაალაგა ვიღაცები სასარგებლოდ და ჩვენ გაგვაჩერა და ახლა რომ მიხვიდე ცენტრში, თქვა ცენტრი რო ქვია სახელი, არასდროს ავტომობილი არ აყავთ. და თუ ყავთ ავტომობილი, მე არ ვამბობ Mitsubishi ცენტრზე. ნებისმიერ ცენტრში რომ მივიდეთ, არასდროს ავტომობილი არ აყავთ და თუ ყავთ, სახელმწიფომ უნდა იყიდოს სისხლის ფაში. აქ მე ვიყავი ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც დიდი რაოდენობით შემომყავდა ავტომობილი და 30% ყოველთვის უფრო იაფად ყიდიდი ამ ავტომობილებს. და ძალიან კარგად იცით საქართველოში ტენდერები როგორ იყო, ტენდერი მოვიგე, აი ერთს ვიტყვი კიდე, მოდი მეხტათ, აი ტენდერი მოვიგე და ტენდერში ეწერა ესეთი რამე, რომ
და მოვიგე ტენდერი ვერ მოიგებდა ვერავინ, იმიტომ რომ კარგ მანქანას ყიდით. ნინი მოვიდა ავტომობილები და უნდა ჩავაბაროთ. გედედეს 30 მანქანა უნდა ჩავაბარო და მოვიდნენ და იმაშიო მონაცემებშიო ეწერა მანქანის რაღაცა სიგრძე. და ავდექი და უყურე მოსახლეობას მინდა იცოდეს. აი რა სასაცილოა. როცა საქართველოში ტრანსპორტნიკი გელაბარკალაია ყავს, გელაბარკალაიამ რო იცის ისე ვინ იცის, როგორ უნდა განიმუხტოს ან გზაზე მოძრაობის წესები, ან საცობი, ან პარკინგი, ხო? მე რატო ვარ მოქალაქე, საპატიო მოქალაქე, იმიტომ რომ ეს ჩემი გაკეთებული აქაც თურქეთში და ბევრ ქვეყანაში, ხო და ჩემს ქვეყანაში მანქანას ვერ ვყიდი, მანქანა ვერ შემყავს. უყურე, მოდი პირველი რაც თქვით, ავდექი ტენდერი მაქვს მოგებული და ჩემ მანქანას არ ღებულობენ. რატომ? უყურეთ, 5 სანტიმეტრი არისო უფრო გრძელიო შენი მანქანაო. ავდექი და ეს შიტოკი მოხსენი და ეს უშიტოკოდაც იყიდება. არის ციგნში უშიტოკოდ. დავდევი საწყობში. მიუყვანი მანქანა და ამეთქი. უშიტოკოდ იყიდება ეგერ და აგერ წაიყვანეთ მეთქი. აი ბოდიში ამ სიტყვაზე ვიმუჟდენი. წაიყვანეს 30 მანქანა. მოვიდნენ მე-5 დღეს და დაჩოქილი გედედეს ხალხი მეხვეწებოდა რომ ეს შიტოკები მიმეცა. აი ესეთი იყო ტენდერები მთელი ცხოვრების განმავლობაში. ახლა დღეს ვის შეყავს საქართველოში ავტომობილები და რა ღირს კალოტკას რო ვეძახით, ხო? კალოტკას რო ვეძახით ერთ ავტომობილზე, ერთ ცენტრში, იმიტომ რომ კონკურენტი არ აყავთ. გელაბარკალაია იყო ერთი კონკურენტი. 5000 ლარი გადაახტევიეს ერთ ავტომობილს, ახლა არ ვიტყვი. საბუთები ყველაფერი მიდევს მაგიდაზე. იმიტომ რომ იმ კაცმა შეიძინა ერთ-ერთ ცენტრში ავტომობილი და მისცეს გარანტია და უთხრეს რომ ჩემთან ყიდულობდა ეს ადამიანი იმ ავტომობილს ადრე და რომ მივიდა შეუცვალეს ნინი სამუხრუჭე სისტემა, კალოტკებს რო ეძახიან 4-ვე ზეთი შეუცვალეს და 4900 ლარი გადაახტევიეს. სადაც მე ვახტევიებდი მაქსიმუმ 700 ლარს. წარმოიდგინე რატომ? იმიტომ რომ დღეს კონკურენტი არ არის. ახლა მინდა უთხრა პრემიერ-მინისტრს. ბატონო პრემიერო, ჩვენ ყოველთვის მოგიწოდებდით, რომ მოგიწოდებდით კი არა, ყოველთვის მე მოხარული ვიყავი, რომ თქვენაირი ახალგაზრდა ადამიანი ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველაფერს ამას დაალაგებდა, თავის ადგილს მიუჩენდა. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თქვენ ხართ მთავრობა, მაგრამ ჩვენ თავს ნუ დააჩაგრიებთ. ბატონო პრემიერო, ეს ავტომობილი არის ევრო 4. ამ ავტომობილს, დაიწყეთ, ამ ავტომობილს გამონაბოლქვი არ აქვს. არის ევრო 4. მეტი ქარხანა არ უშვებს. საქართველოში როგორ აფორმებენ, რომ შემოიყვანეს და 1000-ობით ავტომობილი როა გაფორმებული. რატომ იცით? ეს ვითომ და არის ცენტრი, თუ გინდა აბაშაში ააწყოს ავტომობილი და მოიყვანოს თბილისში და გაყიდოს, იცი რა მე ცენტრი ვარ, ცნობას გააკეთებენ თვითონ და გააფორმებენ. ახლა დუბაიდან 500-მდე ავტომობილია ყავს ხალხ შეყვანილი და არ უფორმებენ. რატომ? ახალ Range Rover-ს არ უფორმებენ. ახალ Lexus არ უფორმებენ. ევრო 6-ის ავტომობილს არ უფორმებენ. ყველა არის ევრო 6-ის. რატო არ უფორმებენ? იმიტომ რომ ცენტრში უნდა მივიდეს საქართველოში, ცნობა უნდა აიღოს, მიიტანოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში და იქ ან მისცემენ ბეჭედს დაურტყამენ ან არა. და ახლა რა ხდება? რომელი ცენტრი მოგცემს საბუთს? Mitsubishi-ის ცენტრი მოგცემს საბუთს? არა. ავტომობილს მოყვება აგერ არის მისი პასპორტი ყველაფერი. რა გინდა, რას ეძებ? აგერ არის პასპორტი, აგერ არის სკრინი. ეგერ მოყვება წიგნი, ინვოისი, ყველაფერი აქვს მანქანას, მაგრამ ეს რომ მე გელაბარკალაიას არ შემიყვანა, ამიტომ მიიღეს დუბაიდან ეს პასპორტი და ვამბობ, რომ ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ვებხვაძემ სახელი არ მახსოვს, ჩემს იურისტებთან ერთად ჩვენ ყველაფერი გვითხრა, ვინ როდის სად დაალაგა ეგი და ეს იქნება ხვალზე ყველაფერი ნათქვამი. მე იმ ადამიანებს მინდა უთხრა, რომელმაც
გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჩემი სურათები გამოფინეს, თითქოს ჩემს არის სასარგებლოდ გაკეთდა. გეუბნებით, საქართველოში პიკაპი შემომყავდა მე. რეალურად და ძირითადად. თელ სახელმწიფოზე ვყიდიდი. კარგფაში და გარანტიასაც ვაძლევდი. და დღეს ვის შეყავს? ვინც ყიდის დაუშვათ, ცენტრი ვარო რო იძახის, არასდროს ავტომობილი არ აყავს და თუ ყავს ძალიან ძვირად. რა არის გამოსავალი? გამოსავალია ის, რომ მინდა პრემიერს ვთხოვ, რომ თუ თქვენ ამბობთ, რომ 6 წლის ქვევით მანქანა არ შემოვიყვანოთ, მაშინ დუბაიმ რა დააშავა. დუბაის ხალხი ინვესტიციას დევს მილიარდობით საქართველოში. მე გამოფენებზე სიტყვით გამოვდივარ და ჩემს ქვეყანას ვადიდებ, ხო? ამ დროს მე რა უთხრა ხალხს, მე პიკაპი ვერ შემყავს და მანქანები ვერ შემყავს საქართველოში გასაყიდად, ხო? და უყურე, ფასი გაიზარდა საქართველოში ძალიან ავტომობილების. მე ტენდერში 3 წელია მონაწილეობა არ მიმაღებიეს, ხო? და ერთი კალოტკის გამოსვლა სახელმწიფოს უჯდება 10-ჯერ, 20-ჯერ მეტრი ვიდრე როცა მე ვიყავი. აი ეს არის მიზეზი. ერთად მოდი, აი უყურეთ, ნინი. აი რამდენი ავტომობილი ყავს, შეხედე. ეს არის ჩვენი მაღაზია უბრალოდ. აი ეს ყველა მიცის, ახლა მე ვინც მიცნობს, აქედან ჩვენი ოფისი აგერ არის და ბევრჯერ გავაკეთებ გადაცემა. აი ეს ავტომობილები, რომ ეს საქართველოს შემოყვანია, ერთ დღეში გაიყიდება, რატომ ევრო 4-ია, მეტი არ გამოდის. საბუთები ყველაფერია, გამონაბოლქვი არა აქვს. და თუ არ გამონაბოლქვი, არის დიაგნოსტიკის ცენტრი საქართველოში და ვერ წუთში მოგცემენ, რომ გამონაბოლქვი არა აქვს და რატო არ მიფორმება. რატომ დგას უკვე 50 ავტომობილი გაჩერებული, რომელმაც 5-6 წლით ის მილიონით გვაზარალა. ბატონო და ქალბატონებო, მე სახელმწიფოს საქმეში ვერ ჩავერევი. სახელმწიფო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ის გადაწყვეტილებაა მიღებული, ხო? მიიღო ღარიბაშვილმა და დაუღუპა ჩვენ, ხო? მიიღო 3 კომპანიის სასარგებლოდ. ის 3 კომპანია დღეს საქართველოში რაც არის, დაღარჩენი ყველა თითქმის გააჩერეს, ხო? როგორ 30 წელია მანქანა ვყიდი და დღეს ვერ შემყავს. ვიღაცას შეყავს, ვიღაცას თითოეულს და კი აფორმებენ, მაგრამ ჩვენ რეალურად ბიუჯეტმა მილიონობით ფული დაკარგა. 500-მდე ავტომობილი ყავს ხალხ შეყვანილი საქართველოში დუბაიდან. დუბაიდან ერთ-ერთი შემომყვანი მე ვიყავი, მაგრამ არიან კიდე ადამიანები, რომელსაც თითოეულ ავტომობილები შეყავთ, ხო? ვერ აფორმებენ. ბატონო პრემიერო, აი დაგვიბარე, მე ძალიან დიდ პატივს თბილისის სუსის უფრო, საქართველოს სუსის უფროს, გაგვარია სუსის უფროსი საქართველოსი, ძალიან კარგი ბიჭია, ახალგაზრდა კაცია და მე ჩემი იურისტები ყველაფერს მოუყვებიან, ეს სად თუ სად დავაგდა. მეორე, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვისაც ვემდობით და მესამე არის რესპუბლიკის პროკურორი. ჩემი იურისტები დაიბარონ და რა თქვა, ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა აუხსნით ყველაფერს. ეს პრემიერმა იმიტომ მიიღო, რომ გელა ბარკალაიას არ ემუშავა და ავტომობილები არ შეეყვანა. ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს კანონი მიიღო და რა გინდა რო ქნა და ვერ შევყავს. და ახლა პიკაპი იყიდება საქართველოში, არ ეშვება. რიგზე უნდა დადგე და ღირს სასწაული ფასი. როცა $24,000 შეგვიძლია გავყიდოთ ევრო 4-ის პიკაპი, რომელსაც full options ეძახიან, turbo დიზელი 4-4-ზე. აი ხვალ დავტვირთავთ, ზე გვეყოლება საქართველოში და გავყიდით. თუ არ იქნება კონკურენცია, ესენი კიდევ უფრო გაბლატავდებიან. სიანი პარლამენტში ყველაფერი ძალიან კარგად იცის და რეალურად ვინც მუშაობს, იმას არ ამუშავებენ. მოდი ეს იყო ჩემი აი გული მტკივა ამ ყველაფერზე და ვერც ვამბობ, რომ თქვა ისევ არ მინდა ახლა ამ მანქანების გამო ერთჯერ ციხეში, მეორეჯერ ციხეში და დავიღალე და თუ არ მომუშავებ, კი უმუშაობ აგერ და 500 წელი მეც ვერ გავძლებ, ხო? და აგერ გავყიდი, რასაც გავყიდით და ვიმუშავებთ ამ დუბაიში, მაგრამ საქართველოს მიტოვება არასდროს არ მიფიქრია და არც მივატოვებ. მე დიდი იმედი მაქვს ბატონი პრემიერის, ბატონი პრემიერი ახალგაზრდა კაცია
და ამას ყველაფერს დაავლაგებს მიყვება ნელ-ნელა. ჩემი თავარი მოთხოვნა კი არ არის, თხოვნა არის და საქართველოს მოსახლეობის რომ დუბაიდან ავტომობილები შევიყვანოთ, ევრო 4 იქნება თუ ევრო 3 გამონაბოლქვი არ აქვს. და თქვენ თუ ეძებთ რომ გამონაბოლქვი არ აქვს გამონაბოლქვი და გაგვიფორმე ახალი ავტომობილია. ამ დროს ავტომობილები შემოდის საქართველოში ჩაძირული, დამპალი, ნაგავი და ვაფორმებთ მარჯვნულიანები და ასე შემდეგ. რაც შეეხება თუ ეს კანონი მიიღეს, ჩვენ მე ვპირდები საქართველოს მოსახლეობას 20,000 უნდა 20,000 ავტომობილს შევიყვან. 40 უნდა 40,000 ავტომობილს შევიყვან $6,000, 7,000 მაქსიმუმ $8,000. 4 ტარიანს ავტომატიკას და საუკეთესო ავტომობილს. არ იქნება ჩინური, იქნება ბრენდი ბატონო. და ჩინური ავტომობილები კიდევ ყოველდღე იხვეწება და არის ძალიან კარგი. მე მინდა მოსახლეობამ სწორად გამიგოს. ის ვინც ჩემს ახლდაგვარს ყოველდღე იძახის, რაღაცა სურათებს დებენ Facebook-ზე, მინდა იცოდეთ რომ მე 3 წლის განმავლობაში 3 ლარი არ მიშვებია საქართველოში აი ამ ბიზნესს. გისურვებ წარმატებებს.